საღამოშვიდობის ტელეკომპანია კავკასიის საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას ახალმოებებს თამარ მერაბაშვილი გაგაცნოთ. კახეთში რთველი აქციების ფონზე დაიწყო დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონების შემდეგ გლეხები ამჯერად გურჯაანში შეიკრიბნენ და სახელმწიფოსაგან შეთავაზებული ყურძნის ღირებულება გააპროტესტეს. ხუთი სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას ფასის გაზრდას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციების გამართვით იმუქრებიან. რა პრობლემებზე საუბრობენ გლეხები და როგორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი ყურძნის ფასთან დაკავშირებით ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის ნაწილი არ არის ხარისხიანი, სახელმწიფო მზად არის ჩაიბაროს ესეთ ყურძნები და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ამისა ღვინოს გააკეთებს და იწვალებს, რომ გააკეთოს ეს ღვინო შემთხვევაში. აბა მეტოს აკეთებს სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ წელს გაქვს მომქებიანი ხაზი. მართალია კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირწმუნება, რომ მევენახეებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასი მომგებიანია, თუმცა თავად გლეხები ასე არ ფიქრობენ და უკვე რამდენიმე დღეა კახეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები ყურძნის ფას აქციებით აპროტესტებენ. ეს არის გენოციდი კახეთის. ფესვის არ მომდება, ფესი რო ვაზი რო აღარ იქნება, ეს არის გენოციდი. რა უნდა დავშვიდე? ოჯახები შეირჩება, რა უნდა დავშვიდე? რამდენი გახელფასი? ბატონო, მე ხელფასი რამდენი გაქვს? ვისგან აქვს ხელფასი? აი ამ ხალხისგან, რომლებსაც პატივს ასწევ. კეთი დაიღუპება, მე გავხდი. ყურძენი ამოიძირკვა. კახეთი კი არ დაიღუპება. ამაზე ვერ გავკაჩავ ჩვენა. 1 კილოგრამ რქაწითელზე 60 თეთრი, საფერავზე კი 85 თეთრი. ამ ფასაც თავაზობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის შესყიდვას იმ შემთხვევაში, თუ მათ მოსავალი ჩაუგარებელი დარჩებათ. გლეხები ამბობენ, რომ ფასი, რომელიც სახელმწიფომ განსაზღვრა, ყურძნის მოვლის ხარჯებსაც ვერ ფარავს, რადგან ლარის გაუფასურების და ინფლაციის გამო ბაზის მოვლა წელს წვირი დაუჭდათ. მევენახეები სახელმწიფოსგან ფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციებითა და ვაზის გაჩეხვითაც იმუქრებიან. ლარ ნახევარზე მაინც ავიდე და სკაცელი ლარზე მაინც ავიდე. ხალხი მშიერი დაიხოცება. კილო ყურძენი 60 კაპიკი ძნება. შარშან სამთიმიკატებში რომ 80 ლარ ვაძლევდი, ეხლა ვაძლევ 150 ლარ. 35 კაპიკი მთავრობა აძლევს და მე გვინემა 5 კაპიკი დაამატე. კილო ყურძენი 5 კაპიკი. სირცხვია, მასალთა გდება რა ლი? ეს არის საქმე. დააკრეფავს ყველა ხალხი ყურძენს, მოვა და აეს ჩამოუსვი და ვეღარ ჩავა მთავრობაში. აი მას ვაპირებ. და სირცხვილია მთავრობას. რო ეგრე მიგვატოვა და ეგრე უპატრონო თავად. ასხერად მიგდებენ, ესე იგი საფერავი დაგვიყენეს, ესე იგი მესამე ფასზე შაშად და შედარებით. ხარჯებსაც ვერ ავიღებ და რით ვიღებდა რომ წეგანაცა თავიანთ იყოს ამოვიდა დაკრიფო კიდეც მეწარმეებ და წაიღოს კიდე აღარ მინდა ვენახი. არ დავკრეფა. ლარი უნდა იყოს კაციტელი. და სუბსიდია 2 ლარი უნდა იყოს საფერავი. აი ეგ არის ჩვენი მოთხოვნა. ხალხს განკისვალი აქვს. არაფერი არ აქვს. რით უნდა შეიტანო, რით უნდა დაფარო. მივაყოლო და დავტოვებ. იმ ყურძენს და არ დავკრეფავთ. რა აზრი აქვს იმ 70 კაპიკი? ჯერ ქარხნებიც არ დაღებულა და ყურძენი არ არისო შემოსული ზედალპება ის ყურძენიც. როცა საჭიროა მისაღებად არავინ არ ხსნის და არავინ არ იქნება. ჩვენ ამდენი დანახარჯი გვაქვს, ამდენი ფული გვაქვს ჩადებული. კრედიტები გვაქვს გამოტანილი, ამას ხო დაფარვა უნდა. და ესე უცებ 60 მენდილზე. რო 61 და 65 ეს არის სამარცხვი. კახეთში რთველი დაიწყო, თუმცა ყურძნის ფასით უკმაყოფილო გლეხების ნაწილი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მოსავლის აღებას არ გეგმავს. ფასების გადახედვას არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს. ოთარ დანელია ამბობს, რომ გლეხების განცხადებები თითქოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასი მათ მოგებას არ მოუტანს, სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი ამ ღირებულებით ჩაბარების შემთხვევაში 50-დან 100%-მდე მოგებას მიიღებენ. დანელიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გლეხებს უკვე ჩაბარებული აქვთ 4000 ტონამდე ყურძენი. მინისტრმა კომენტარი საპროტესტო აქციებზეც გააკეთა და მიმდინარე პროცესებს გარეშე პირებისგან მართული უწოდა. ეს გახლავთ ჩვენი მინიმალური სრული ფასები, იმისთვის რომ ჩვენ არ ვიყოთ კონკურენტები და ამასთან მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პრაქტიკულად ეს გახლავთ თითქმის 100%-იანი მოგება გლეხებისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ და სწორედ ამ მომენტით შევედით სუბსიდირებაში, დავითვალეთ რა თვითღირებულებები, რომელიც ახლავს და ყურძენს. საფუძველი ეთუბახში ზოგადად მართულია პროცესები, დროულად რამოდენიმე მიტინგის მოწყობა, ძალიან ორგანიზებულობა ყველაფრის გაკეთება და ახალი ტრენდი შეიძლება ასე ითქვას, ვაზის გაჩერების მოხარება. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ქართული კაცისთვის ვაზის გაშეფა ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად ამისახურებს. ვენახეს მოვლის გაზრდილ ხარჯებზე ისაუბრა დღეს მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა. მკვლევარის ინფორმაციით წელს 1 ჰექტარ ვენახზე დანახარჯმა 5000 ლარამდე შეადგინა, რაც ჩაბარების ფასს ვერ ფარავს. დავით თამარაშვილი ღვინის ფასის კლებას მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს, ასევე ყურძნის მოვლის საშუალებების გაძვირებას უკავშირებს. ამბობს, რომ სუბსიდირებამ არ გაამართლა და სახელმწიფომ გრძელვადიანი პროგრამები უნდა განახორციელოს.
განახორციელოს. მე ვენახეს ქონდა მოლოდინი რომ მიიღებდა მოგებას. დღეს ეს მოლოდინი არ არსებობს. აღარ არის უკვე, იმიტომ რომ უძნის შესასყიდი ფასი არის დაბალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვენახე იქნება წაგებაში. მე ვენახე თხოვნოს წლევანდელ წელს შარშანდელ ფასს. ასეთ დროს მე ვენახებს ექნებათ უფრო ნაკლები შემოსავალი, ვიდრე წინა წელს ჰქონდათ. სუბსიდირების არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა. პრობლემა გაიზარდა, სახელმწიფომ დახარჯა ასეულობით მილიონი ლარი და პრობლემა დარჩა პრობლემა. გრძელვადიან პროგრამებზე მუშაობა კი სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, მომავალ წელს სიღნაღში და დედოფლისწყაროში კოოპერატივები შეიქმნება, სადაც მოსახლეობა საკუთარი ყურძნისგან საბოლოო პროდუქტს მიიღებს და ჩაბარებისას დამატებით ღირებულებას აღარ დაკარგავს. თუმცა კახელგლეხებს ჯერ წლევანდელი შრომის ანაზღაურება აინტერესებთ და არ გამორიცხავენ, რომ მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გასამართად თბილისშიც ჩამოვიდნენ.